გაუმარჯოს ჩემო ხალხო, ჩემო ძმებო და მეგობრებო. მოკლედ, დღეს ისეთი თემა გვაქვს სალაპარაკო, ოქტაგონზე ნაკლებად რომ არცხელა. მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე ისეთი რაღაცები დააბრახუნა, გულგრილი რომ დარჩე შეუძლებელია. სიმართლე გითხრათ, ცოტა უცნაური სანახავია ეს ყველაფერი. ერთი მხრივ სპორტული ჟინი და ბიფი გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ ზღვარი ყველაფერს აქვს, არა? მოდით ჯერ ფაქტებს შევხედოთ. მოვსარმა პირდაპირ იერიში მიიტანა ილიაზე. ოღონდ იცით როგორ? არა სპორტულად, არამედ ძალიან პირადულად. მე ახლა წაგიკითხავთ მის ნათქვამს და მერე ერთად ვიმსჯელოთ, რა არის აქ სწორი და რა სრული სისულელე. ზოგი ამბობს ევლოევი მართალიაო, ზოგი აგინებს. მე კი ვფიქრობ, რომ ამ ბიჭმა უბრალოდ იპოვა ყველაზე მოსახერხებელი სამიზნე. ხომ ხვდებით? ვოლკანოვსკის ვერაფერს ეტყვი. ალექსი ისეთი კაცია ალბათ რომ ცაგინო გაგიღიმებს და სტეიკზე დაგპატიჟებს. აი ილია კი სხვა ტემპერამენტია. ილია პასუხს არ აყოვნებს. ხო და მოვსარმაც ყველაზე რთული გზა აირჩია. ოჯახს შეეხო. აი რა თქვა ზუსტად. შენს მამას არჩევანი რომ ჰქონდეს, ვინ იყოს მისი შვილი. შენ თუ ისლამ მახეჩევი, ის ისლამს აირჩევდაო. ხალხო, მოდით დავფიქრდეთ, ეს საერთოდ რა დონის ნათქვამია? ეს ხომ ელემენტარული აბსურდია. დედამიწაზე არ არსებობს მამა, ნუ ფსიქოპატებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც სხვის შვილს საკუთარზე წინ დააყენებს, თუნდაც საკუთარი შვილი ყველაზე დიდი ხულიგანი იყოს. ეს ბუნების კანონია, ეს სისხლის ყივილია. მამა ყოველთვის შვილის მხარესაა. ამიტომ მოვსარის ეს გამოხტომა მამაზე, რბილად რომ თქვათ ძალიან ბავშვური და უადგილოა. კი ბატონო, მესმის რომ ევლოებს სჭირდება ხმაური. კაცი დიდი ხანია ჩრდილშია, ჩხუბებს იგებს, მაგრამ მის შესახებ არავინ ლაპარაკობს. ახლა კი როცა ილიამ სოფლიო ვარსკვლავია, გადაწყვიტა მის ხარჯზე ამოტივტივდეს. მაგრამ განა მართლა ასე უნდა ხდებოდეს? განა პოპულარობა სხვის სიმშობლების შეურაცხყოფაზე უნდა გადიოდეს? რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მგონია რომ ამით მოვსარმა საკუთარ თავს უფრო ავნო ვიდრე ილიას. თან დააკვირდით ერთ დეტალს, ის ისლამ მახაჩევს იცავს ისე, თითქოს ისლამს ვინმეს დაცვა სჭირდებოდეს. მახაჩევი დღეს pound for pound ნომერი პირველია, თავისი საქმის ოსტატია და დარწმუნებული ვარ თავის თავს თვითონაც მიხედავს. როცა სხვა მებრძოლს ასე გამალებით იცავდა, სხვის ოჯახს ლანძღავ, ცოტა არ იყოს უხერხული მომენტია. გეგონება ვიღაცას ფეხქვეშ ეგებიო. ევლოევმა ისიც დაამატა, რომ ილიას მხოლოდ თავისიანები უჭერენ მხარს ბრმა პატრიოტიზმის გამო. აქ რა თქმა უნდა ჩვენზეც საუბარია, ქართველებზე და ესპანელებზეც. აი აქ კი ნამდვილად შეცდა. ილიას მხარს უჭერენ არა იმიტომ რომ ბრმები ვართ, არამედ იმიტომ რომ კაცმა შედეგი დადო. კაცმა აჩვენა რომ შრომით და თავდაჯერებულობით მწვერვალების დაპყრობა შეიძლება. საბოლოო ჯამში პირველი ნაწილიდან რას ხედავთ? მოვსარს უნდა ხმაური და ამისთვის ყველაფერზე მიდის. მაგრამ ჩემი აზრით, როცა ეთიკის და მორალის ხაზს გადაკვეთავ, იქ უკვე შენაგებ როგორც პიროვნება. ილია არასდროს ეხება სხვის ოჯახს, ის ყოველთვის თავის თავზე და მეტოქეზე ლაპარაკობს. აი სწორედ აქ არის ის განსხვავება, რასაც ბევრი ვერ ხვდება. რა გგონიათ? უპასუხებს ილია ამ პროვოკაციას თუ უბრალოდ დაიგნორებს? მე მგონია რომ ასეთ რაღაცეებს პასუხი ოქტაგონზე უნდა გაეცეს, სადაც სიტყვები აღარ ჭრის და მხოლოდ საქმე ლაპარაკობს. თუმცა მანამდე კიდევ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. მათ შორის ილიას ახალი მილიონიანი კონტრაქტებით საინტერესოა. გინდათ გაიგოთ, როგორ იქცა ილია არა მხოლოდ მებრძოლად, არამედ ბრენდად, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიები დასდევენ? მაშინ შემდეგ თაროზე გადავინაცვლოთ. მომდევნო ნაწილს მალე დაგიწერთ. არ გამორთოთ. აბა გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. პირველ ნაწილში ცოტა ვიკამათეთ მოვსარის ენამწარობაზე, მაგრამ ახლა მოდით უფრო სასიამოვნო თემაზე გადავიდეთ. ფულზე, წარმატებასა და იმაზე თუ როგორ უნდა ააწყო ცხოვრება გალიის გარეთ. იცით, სპორტსმენობა მხოლოდ მუშტების ქნევა არაა, ეს დიდი სტრატეგიაა. ილია თოფურიამ ცოტა ხნის წინ ისეთ ბრენდთან გააფორმა კონტრაქტი, ბევრს ყბა ჩამოუვარდა. საუბარია საათების მწარმოებელ გიგანტზე, რიჩარდ მილე. სიმართლე გითხრათ, მე საათებში დიდად ვერ ვერკვევი. მამა ჩემია ამ საქმის დიდი მოყვარული, მე კი მაქსიმუმ Apple Watch-ით შემოვიფარგლები, როცა სირბილის დროს პულსის გაზომვა მჭირდება. მაგრამ ეს სხვალი გაამეგობრებო, ეს არის ფუფუნება, რომლის წარმოდგენაც კი რთულია. გახსოვთ ჯეიკ პოლმა ილიას რომ დაცინა? უთხრა, თუ ასეთი თავდაბალი ხარ, რიჩარდ მილე რატომ გიკეთიაო? ილიამ მაშინ ძალიან მშვიდად უპასუხა. ამას მერე ვნახავთო. ხო და აი ვნახეთ კიდეც. თურმე იმ დროს უკვე მიდიოდა მოლაპარაკებები და ილიას ეს საათი ტყუილად არეკეთა. ახლა კი ოფიციალური სახეა. იცით საერთოდ რა ღირს ეს საათები? მე გადავხედე ფასებს და თვალები შუბლზე ამივიდა. ზოგიერთი მოდელი მაგალითად RM67 $350,000-მდე ღირს. ჩემო კარგო ხალხო, ეს ერთი კარგი სახლის ფასია. წარმოგიდგენიათ? ადამიანს მაჯაზე მთელი სახლი უკეთია.
ეს რატომაა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ UFC-ში მებრძოლის კარიერა ხანმოკლეა. დღეს ხარ, ხვალ შეიძლება აღარ იყო. თუ მხოლოდ ჰონორარების იმედად ხარ, შორს ვერ წახვალ. ილია კი ჭკვიანურად იქცევა. ის ქმნის ბრენდს. ის სარეკლამო რგოლიც რომ ნახოთ საოცრებაა. ხმა, მონტაჟი, სტილი, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. საქართველოში ასეთ მიდგომას პატივს ვცემთ. კაცი რომ შრომობს და მერე იმ შრომის ნაყოფს გემოვნებიანად ირგებს. აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ აქვთ სხვა მებრძოლებს ასეთი კონტრაქტები? აი დაუბრუნდეთ ისევ ევლოევს. მოუსარი ჩუმად არის, თითქმის არ ლაპარაკობს, არც იმიჯზე ზრუნავს განსაკუთრებულად. სამწუხაროდ დღევანდელი სამყარო ასეა მოწყობილი. თუ არ ჩანხარ, თუ არ გაქვს შენი ხელწერა, დიდ ბრენდებს არ აინტერესებთ. მათ სჭირდებათ პერსონაჟი, ემოცია, ქარიზმა. ილიას ეს ყველაფერი თავზე საყრილი აქვს. ზოგი იტყვის ამპარტავანიაო, ბევრს ტრაბახობსო, მე კი გეტყვით ეს თავდაჯერებულობა, რომელიც შედეგითაა გამყარებული. როცა ამბობ რომ ჩემპიონი გახდები და ხდები, მერე უკვე გაქვს უფლება საუკეთესო საათიც გეკეთოს და საუკეთესო პირობებიც მოითხოვო. დააკვირდით როგორ შეიცვალა თამაში. ადრე მებრძოლები მხოლოდ ჩხუბისთვის ემზადებოდნენ, ახლა კი ისინი ბიზნესმენები არიან. და ეს სწორიცაა. მე მინდა რომ ჩვენი ბიჭები მდიდრნი და წარმატებულნი იყვნენ. მინდა რომ კარიერის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობა ჩერჩეს და ფინანსური სტაბილურობაც. ილია ამ გზას ყველას უჩვენებს. ხომ არ გონიეთ რომ ეს ფუფუნება მას ყურადღებას უფანტავს? პირიქით ეს мотиваციაა. როცა იცი რა მიღწევაზე ხარ, დაბლა ჩამოსვლა აღარ გინდა. მოვსარს კი ალბათ ეს სწორედ შურს. შურს არა მარტო ილიას ტიტულის, არამედ იმის, რომ ილიამ შეძლო და გალიის გარეთაც მეფე გახდა. რა თქმა უნდა, საათი და ფული ყველაფერი არაა. თავარი მაინც ისაა, რას აკეთებ იქ, სადაც კამერები და ძვირფასი რეკლამები აღარ არის. სავარგიშო დარლისში. მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ შენიანი ასეთ მწვერვალებს იპყრობს. ხოდამ ჩემო მეგობრებო, მეორე თაროზე ის დავალაგეთ, რომ წარმატება მხოლოდ მუშტებში არაა, ის ტვინშია. ნაწილში კი პირდაპირ დასკვნებზე გადავალთ. რაელის ან დაპირისპირებას და საერთოდ საით მიდის თანამედროვე MMA. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რომ $350,000 გქონდეთ საათს იყიდით თუ თბილისში რამდენიმე ბინას. ველოდებით თქვენს პასუხებს. აი, მივედით ფინალურ ნაწილამდეც. ბევრი ვილაპარაკეთ მოუსარის შხამიან სიტყვებზე. ილიას მილიონიან საათებზე და იმაზე თუ როგორ ტრიალებთ დღეს ფული სპორტში. მაგრამ მოდით ახლა ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და მთავარზე ვიფოკუსირდეთ. რა ხდის მებრძოლს ნამდვილ ჩემპიონად? არის ეს მხოლოდ ოქტაგონზე გამარჯვება თუ რაღაც უფრო მეტი? ჩემო ძმედო, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი ჩემპიონობა ისაა, როცა შენი სიტყვა შენ საქმეს ემთხვევა. ილია თოფურიამ თქვა, ვოლკანოვსკის დავანაკაუტებოდა ქნაკიდეც. თქვა, მსოფლიო ბრენდების სახე გავხდებიო და გახდა. აი, მოვსარ ევლოევი კი ჯერჯერობით მხოლოდ სხვისი ჩრდილით ცდილობს სარგებლობას. ისლამ მახაჩევის უკან ამოფარება და იქიდან ილიას ოჯახის ლანძღვა ეს არ არის მებრძოლის საქციელი. ეს უფრო გავს პატარა ბიჭის გამოხდომას, რომელსაც უნდა რომ დიდებმა შეამჩნიონ. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ის რომ ილიამ თამამად დააწესა ახალი სტანდარტები. მან აჩვენა რომ ქართველი მებრძოლი შეუძლია იყოს არა მხოლოდ ძლიერი და გამძლე, არამედ ელეგანტური, განათლებული და წარმატებული ბიზნესმენიც. ეს ჩვენი მენტალიტეტისთვისაც სიახლეა. ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ მებრძოლი სულ დაღვრემილი და მშიერი უნდა იყოს. ილიამ კი გვითხრა, არა მეგობრებო, მე მინდა საუკეთესო ცხოვრება და ამას ჩემი შრომით ვიმსაურებ. რაც შეეხება მოვსარის ბიფს, სიმართლე გითხრათ, 90%-ით მივესალმები იმას, რომ ხმა ამოიღო. რადომ? იმიტომ რომ UFC-ში ჩუმად ყოფნა დავიწყებას ნიშნავს. ევლოევს სჭირდება რომ მასზე ილაპარაკონ, თუნდაც ცუდად, მაგრამ ის 10%, რაც არ მომეწონა, ოჯახის ხსენებაა. საქართველოში ყველა მიცის რომ ოჯახი წმინდაა. მამაზე, დედაზე ან დაძმაზე გადასვლა იმას ნიშნავს რომ არგუმენტები დაგელია. ეს სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის. მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. ევლოევი და თოფურია სხვადასხვა წონაში არიან. დღეს მათი ჩხუბი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ამ ხელა ხმაური მაინც გაისმა. რატომ? იმიტომ რომ ილია არის დიანა, რომლისკენაც ყველა ისვრის. როცა მწვერვალზე ხარ, ყველა ცდილობს შენს ჩამოგდებას. ეს არის დიდების ფასი. მე მჯერა რომ ილია ამ ყველაფერს მხოლოდ ღიმილით შეხვდება. მას აქვს თავისი გზა, თავისი მიზნები და თავისი რიჩარდ მილი მაჯაზე, რომელიც დროს ზუსტად ითვლის. ილიას ტრიუმფის დროს. სხვა მებრძოლებმა კი ნაცვლად იმისა, რომ სხვის მამებზე ილაპარაკონ, სჯობ ისწავლონ, როგორ გახდნენ ასეთივე საინტერესოები მსოფლიოსთვის. საბოლოოდ რას ვიღებთ? სპორტი შეიცვალა. დღეს მხოლოდ ჩხუბი აღარ გმარა. საჭიროა ქარიზმა, საჭიროა სწორი კომუნიკაცია და რაც მთავარია, თავმოყვარეობა. ეს ყველაფერი ერთმანეთს იდეალურად შეუხამა ილიამ. მოვსარს კი ვურჩევდი,
ოჯახს შეეშვე ძმაო და შენს კარიერას მიხედე, თორემ ის საათი, რომელიც ილია ატარებს, შენს დროსაც მალე დათვლის ოქტაგონზე, თუ ოდესმე ერთმანეთს შეხვდებით. მოკლედ, ასეთია ჩემი აზრი. ილია წინ მიდის, სხვები კი ცდილობენ დაეწიონ. მოშტებით, ზოგი კი გრძელიენით. ჩვენ კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველოს. მადლობა, რომ ბოლომდე მისმენდით. არ დაგავიწყდეთ დაწეროთ თქვენი აზრი კომენტარებში. მართლა აინტერესებს ვინმეს ევლოევის და მახაჩევის მეგობრობა, თუ ყველას ილიას შემდეგი ნოკაუტი გვირჩევნია. აბა დროებით, მომავალ შეხვედრამდე. ჩაო!